Წვირფასო მსმენელობო, დღეს მინდა გესაუბროთ არა მხოლოდ სახელმწიფოში დაწერილ კონცეფციაზე, არამედ ჩვენს გულში გამოწვევებულ ყოველდღიურად ფიქრობთან დაკავშირებული რეალობის გავაზიაროთ. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი სხვა ადამიანია და განათლებული ადამიანი ძალიან ბედნიერი ადამიანი გახდება. იმიტომ რომ განათლება და მისი როლი საზოგადოების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან განათლებული ადამიანი უკვე ოცნების ახდენდილი ითვლება. განათლება არ არის მხოლოდ სკოლაში სიარული და ქულების მიღება. განათლება სხვა რამე არის, იმიტომ რომ განათლება ქულების მიღება იქნება, იმ დღეს კარგი არ იქნება. განათლება სხვა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგალითად, მე ვარ გულსაფა ბაგიროვა და საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ ბავშვობიდან ერთი ოცნება მაქვს, რომ თურქეთში სწავლა. ბევრი ადამიანები უთხრა, რომ რატომ თურქეთი? იმიტომ რომ თურქეთი ჩემთვის ძალიან მაღალია ჩემი გულისთვის. მე ძალიან მიყვარს თურქეთში სწავლა და ბავშვობიდან მინდა რომ მე 12 კლასში გავხდი და წავედი თურქეთში. თურქეთის დიპლომიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ მოვიდე და აქ ვიმუშაო. თუ ერთი ადამიანის იქნება ოცნება, რომ ის გავაკეთო, იმ ადამიანი გააკეთებს, იმიტომ რომ მისი ოცნება ეს არის. და ყველა ადამიანი უნდა რომ სწავლოს. რატომ სწავლა? სწავლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რომ სწავლა ჩვენთვის ერთი ფიქრობა იქნება, იმიტომ რომ ეს ფიქრი ძალიან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მისი სიკეთე და სიხარული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ისინი იციან რომ მე რაც მინდა გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი ეს ოცნება არის. და მე ეგრე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ოცნებები აქვს. და პირველი რიგში მე მგონი იქნება განათლება. განათლება თუ ადამიანების განათლება იქნება, განათლებული ადამიანი ძალიან ბევრი რამეა, იმიტომ რომ განათლებული ადამიანისთვის პირველი რიგში უნდა იყოს. ვიფიქროთ, ერთმა მასწავლებელმა მხოლოდ ერთ ადამიანს არ იცვლება. ის მომავალ ექიმებს, ინჟინერებს, მასწავლებელს, ლიდერებს ზრდის. და ჩვენ ეგრე ვფიქრობთ, მე მგონი, ექიმი არ მკურნალობს მხოლოდ პაციენტებს, არამედ ოჯახებისთვის ტრაგედიების თავიდან აცილების ახორციელებს. ადვოკატი არა მხოლოდ განონს ოცნობს, არამედ საზოგადოებაში სამართლიანობას იცავს და ამ ყველაფერს თავისი არის განათლება. თავისი ეს არის. თუ განათლება არის, ადვოკატის გახდები, ინჟინერიც გახდები, მასწავლებლის გახდები, რა ვიცი, რაც გინდა გახდები. თუ შენ გინდა სწავლა, ამ სწავლის აიღებთ რამე. იმიტომ რომ სწავლა ძალიან მაგარი რამე არის. თუ გინდა ადვოკატი გახდე, თუ გინდა მასწავლებელი, უნდა ისწავლო და მე იქნები იმ პროფესიის რამე. ამას ვაკეთებ არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მე მინდა დენტისტი ვიყავი. ამას ვაკეთებ, რომ ადამიანის კბილების ლამაზი იყოს და მე ეს პროფესია მიყვარს. და ყველა ადამიანს სხვადასხვა პროფესიები იყვარს, ისინი ვიცი მე. არამედ მთელი საზოგადოების კაპიტალი იქნება. კაპიტალი ძალიან ბევრი რამეა ჩვენთვის. ადამიანების ცხოვრებაში შეხებისათვის სწავლა და შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება მინდა მე. და შემდეგ რომ ქვეყანაში დავბრუნდებ, მე პროფესიაში ვიმუშავებ. მაგალითად მე, რადგან ჩემი მიზანია, რაც არ უნდა მოხდეს, განათლება მივიღო და ვიცი რომ რეალური წინსწავლა განუწყვეტებელია შრომიდან, უკან დაბრუნების გარემე მიმდინარეობს. და განათლება რომ ადამიანი იღებს და განათლებული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩემთვის ეგრეა და რადგან განათლებული ახალგაზრდები არსებობს, ნიშნავს რომ იმედი არსებობს.